მოგესალმებით, ეს არის არხი მილიტარისტი. დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით ლეგენდაზე, თუ როგორ გამოიყენა საბჭოთა კავშირმა ლაზერული იარაღი ჩინეთის წინააღმდეგ. $1969 წლის 35 მარტს კუნძულ დამანსკის მდინარე უსურიაზე მოხდა ორი შეიარაღებული შეტაკება საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. კუნძულ დამანსკისათვის ორი ქვეყნის ბრძოლის თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ბევრი ჩინელი ჯარისკაცის სხეული ძლიერ იყო დამწვარი, ზოგიერთის კი სრულიად დამწვარი. გავრცელდა ხმა, რომ ეს იყო SSRK-ს მიერ ლაზერული იარაღის გამოყენების შედეგი. 1965 წელს საბჭოთა კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი, ალექსეი ტოლსტოის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით. უყურებდნენ რა როგორ ანადგურებდა ფილმის გმირი მთელ ქარხნებს მომაკვდინებელი სხივების საშუალებით მაყურებლებს ეჭვით არ გასჩენიათ, რომ საბჭოთა კავშირი უკვე 10 წელზე მეტი იყო, რაც მსგავსი იარაღის შექმნაზე მუშაობდა. 1969 წელი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის კონფლიქტებით იყო დახმოწლული კუნძულ დამანსკის მოსაპოვებლად. მხოლოდ 2 მარტს მიმდინარე ბრძოლებში 31 საბჭოთა მესაზღვრე დაიღუპა და 14 დაიჭრა. და მაინც 15 მარტს იმის გამო რომ საბრძოლო მასალის მარაგი სრულიად ამოეწურათ, საბჭოთა მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ კუნძული. მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა 10 ჯერ აღემატებოდა მათ. ამ გარდამტეხ მომენტში მოხდა შემთხვევა, რომელმაც შემდგომში ბევრი ჭორი გააჩინა. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჩინეთის ტერიტორიის სიღრმეში უეცრად ცეცხლის ქარიშხალი დატრიალდა, რომელიც ფერფლად აქცევდა ჩინელ მებრძოლებს. საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იმ დღეებში დადიოდა ლეგენდა, რომ ეს ცეცხლოვანი შეტევა რუსების მიერ დიდი სიმძლავრის ლაზერული იარაღის გამოყენების შედეგი იყო, რომლის კვებისათვის რამდენიმე წუთით საბჭოთა კავშირის დიდ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. შესაძლოა ეს სრული სიმართლეც ყოფილიყო, რადგან ამ პერიოდში ახალი თაობის ლაზერული კომპლექსის SJATS შექმნით დაკავებული იყო სამეცნიერო კვლევითი გაერთიანება ასტროფიზიკა. მიმართულების მთავარი კონსტრუქტორი იყო ნიკოლაი უსტინოვი. შასის შექმნაზე და სპეციალური სარობოტო კომპლექსის დაყენებაზე მუშაობდა საკონსტრუქტორო ბიურო ურალტრანსმაში, იური ტომაშოვის ხელმძღვანელობით. კომპლექს 1K-17-ს ჰქონდა ობიექტების ავტომატური ძებნისა და დამიზნების მოწყობილობა, რომლებიც ირეკლავდნენ ლალის მრავალარხიანი მყარსხეულიანი ლაზერის გამოსხივებას. სპეციალურად 1K-17-ისთვის შექმნეს ლალის ხელოვნური 30 კილოგრამიანი კრისტალი, რომელსაც ცილინდრის ფორმა ჰქონდა. გაპრიალებული ტორცი დაფარული იყო ვერცხლით, რაც ლაზერისთვის სარკის როლს ასრულებდა. 1K-17-ს უნდა გამოეყვანა მოწინააღმდეგის იარაღის დამიზნების ოპტიკურ-ელექტრონული სისტემები. მისი პოტენციური სამიზნეები იყო ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტმფრენებიც კი. ასევე დიდი მოცულობის ცოცხალი ძალა. გამოიყენეს თუ არა რუსებმა 1969 წელს ლაზერული იარაღი ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ სერიოზული ეჭვები ჯერ კიდევ არსებობს. იმედია საიდუმლო მალე გამჟღავნდება. 1K-17-ის კლასიფიკაციაა თვითმავალი ლაზერული კომპლექსი. საბრძოლო მასა 41 ტონა. კორპუსის სიგრძე 6040 მმ. კორპუსის სიგანე 3594 მმ. ჯავშნის ტიპი ფოლადი ჰომოგენური. ტყვიამფრქვევები 1.12.7 მმ-იანი NSVT. ძირითადი შეიარაღება ლაზერული გამომსხივებელი. ძრავი სიმძლავრე 480 ცხენის ძალა. სიჩქარე გზატკეცილზე 60 კმ/სთ. სulis მაქსიმალური მანძილი გზატკეცილზე 500 კმ. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და გაზიარება, ასევე და კომენტარებაც. მომავალ შეხვედრამდე.